მანიპულირება. ალბათ ხშირად გაგეგონიათ ეს სიტყვა, მაგრამ მაინც რა არის მანიპულაცია? მანიპულაცია არის ის მომენტი, როცა ვიღაც ზემოქმედებს შენს ცნობიერებაზე, შენს აზროვნებაზე და უხილავი ძაფებით გიბიძგებს გააკეთოთ ის, რაც შენ არ გსურს და რაც სარგებელს მოუტანს მანიპულატორს და არა შენ. მანიპულატორი ხშირად იყენებს ასეთ გამოთქმებს, რომ ყველამ იცის, ყველას გაუგონია. მაგრამ დაგისვამთ კითხვათ საკუთარი თავისთვის, რა იცის ყველამ, რა გაუგონია და ასე შემდეგ. მანიპულატორი ხშირად თქვენში იწვევს რაღაც გრძნობას, როცა თავს დამნაშავედ გრძნობთ, ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა არაფერი დაგიშავებიათ. ხშირად ის მოქმედებს ისე, რომ გაიძულოთ, უცებ მიიღოთ გადაწყვეტილება და არ დაფიქრდე. ასეთ შემთხვევაში ის ღებულობს მისთვის სასარგებლო ინფორმაციას და დგავ ისეთ ნაბიჯს, როცა ეს გადადგმული ნაბიჯი შენთვის არის მავნე და საზიანო. როგორ დავიცვათ თავი მანიპულაციისაგან? ამისათვის აუცილებელია კრიტიკული აზროვნების განვითარება. ნუ მიიღებთ ყველაფერს თავისთავად. დააწესეთ მკაფიო პირადი საზღვრები. ისწავლეთ უარისთქმა საჭიროების შემთხვევაში. ისწავლეთ მანიპულაციის ხერხების ამოცნობა. ის ძირითადი ტექნიკები, რომელსაც მანიპულატორები იყენებენ. არ დანებდეთ ემოციურ ზეწოლას. იყავით მშვიდი და რაციონალური კომუნიკაციაში. დასვით დამაზუსტებელი კითხვები. ეს ხელს შეუწყობს თანამოსაუბრის ჭეშმარიტის რახვების გამოვლენას. ისათვის, რომ თავი აარიდოთ ვინმეს მხრიდან მანიპულირებას, აუცილებელი არის განავითაროთ თქვენში კრიტიკული აზროვნების უნარი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ ადამიანის მანიპულატორის განზრახვა თქვენთან მიმართებაში. კრიტიკული აზროვნება ეხმარება ადამიანს ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი და დაიცვას მისივე პოზიცია. შეუძლებელია კრიტიკულად იფიქროს ადამიანმა საკმარისი ცოდნის გარეშე. რაც მეტი ცოდნა გაქვთ, მით უფრო ადვილია შედარება და ანალიზი. კრიტიკული აზროვნება გეხმარებათ იმ წყაროების არჩევაში, რომლებსაც ვეყრდნობით ინფორმაციის მიღების დროს. ამისათვის კი აუცილებელია მუდმივად გააფართოვოთ თქვენი ცოდნა სხვადასხვა სფეროში. წაიკითხეთ მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა. უყურეთ დოკუმენტურ ფილმებს და დაესწარით საჯარო ლექციებს საგანმანათლებლო პორტალებზე თუ ღია სალექციო დარბაზებში. დააკვირდით ადამიანებს და მათ ქცევას. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ მათი ქმედების მიზეზი და შეიმუშაოთ სხვადასხვა სიტუაციებში ურთიერთქმედების სტრატეგია. ხშირად ესაუბრეთ გარშემომყოფთ. ეს საშუალებას მოგცემთ განავითარო და განმარტოთ თქვენი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე. კრიტიკულ კითხვას შეუძლია ინფორმაცია მიიღოს და გაანალიზოს სხვადასხვა კონტექსტში. ასეთი ადამიანი კი აუცილებლად მედიაწიგნიერია. დღეს უამრავი ხერხი არსებობს თქვენზე მანიპულირების. ეს იქნება ტელევიზია, ინტერნეტ სივრცე თუ ასეთ შემდეგ. იმისთვის, რომ არ გახდეთ მანიპულაციის მსხვერპლი, ამისთვის აუცილებელია განავითაროთ კრიტიკული აზროვნება. მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ცოდნა, დასვათ რაც შეიძლება მეტი კითხვები, რაზეც აუცილებლად მიიღებთ სწორ პასუხებს.